მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღევანდელი დღე არის დიდი მარხვის მეხუთე კვირა და ორი კვირა რჩება, ფაქტიურად ერთი კვირა რჩება 40 დღიანი მარხვის დასრულებამდე და შემდგომ არის განსაკუთრებული დღეები, რომელსაც ეწოდება ბუნების შვიდეული. ჩვენ მარხვის დასაწყისში ვამბობდით, რომ ძალიან უცბად გავიდოდა ეს მარხვა და მართლაც ასეა. და არა მარტო მარხვა გადის უცბად, არამედ მთელი წელიც ძალიან სწრაფად გადის და რამდენიმე წელიც სწრაფად გადის. და მთელი ცხოვრებაც ძალიან სწრაფად მიდის. ამიტომ ადამიანმა უნდა მოასწროს აქ. მოასწროს სულიერი ცხოვრება, მოასწროს ღვთისადმი ერთგულება, მოასწროს სინანული, კიდე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა აკეთო კაცმა, როგორი შეიგი დიდი საქმეებიც არ უნდა აკეთო. გარეშე სინანულისა ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩება და ვერ ცხონდება. მაგრამ მეორე მხრივ რო ვთქვათ, როგორი უწმინდურათაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, თუ მას სინანული აქვს და თუ ის მოიქცევა ქრისტეს გზაზე, რა, მიატოვებს ცოდვილ ცხოვრებას და შეუდგება ქრისტეს, აი სინანულით შეიძლება გადარჩეს. შეიძლება კი არა გადარჩება და ესეთი არაერთი გადარჩენა. აი დღევანდელი დღეც წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენება არის. ყოველთვის დიდი მარხვის მეხუთე კვირას არის ხსენება წმინდა მარიამ მეგვიპტელის. და ამითი უფალი კიდევ ერთხელ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სული ცოდვებით აქვს უფრო მეტად დამძიმებული, ამხნევებს და ეუბნება, რომ ნუ გეშინია. აი მოდი, რამდენია ესეთი შენ რომ ხარ, რამდენი იყო ასეთი, რამდენმა განიწმინდა თავისი სული. უფალი ამბობს წინასწარმეტყველის პირით, რომ მეწამულიც რომ იყოსო თქვენი ცოდვებიო, მატყლის ფითილასავით გავხდი, გავასპეტაკებ. აი შეუძლია უფალს, რომ აი მაგალითად, როდესაც მოსე მიდის ეგვიპტეში ხალხის გამოსაყვანად, მოსეს ეთქვის ღმერთი, რომ ჩაიყავიო უბეში ხელიო და რომ ჩაიყობს და ამოიღებს, სრულიად კეთრით არის დაფარული, ჩირქოვანი წყულებით არის დაფარული. შემდეგ ეთქვის, კიდევ ჩაიყავიო და ამოიღებ და სრულიად ჯანმრთელ ხელს ამოიღებს და თუ დაკვირვები ხარ წმინდა ანდრია კრიტელის დიდ კანონს რო ასრულებთ ხოლმე პირველ კვირაში, იქ მას შედარება მოყავს და ხას უსვამს იმას, რომ მოსეს ხელით უფალმა ჩვენ დაგვარწმუნაო, რომ ჩვენი სულის განკურნებაც ასევე შეუძლია, როგორც ის ხელი განკურნა უცბად. დღევანდელ სახარებაში ასეთი რამ ეწერა. ესეც წმინდა მარიამ მეგვიპტეს უკავშირდება, სანამ ის ცხოვრებას შევეხებით და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მისი ცხოვრების შესახებ და ისედაც ქადაგებისას ყველა დეტალს ვერ შეეხება ადამიანი და კარგია, რომ მორწმუნე ადამიანი თავად კითხულობდეს ამას. არის მოკლედ აღწერილი მისი ცხოვრებაც, მაგრამ არის ცლად აღწერილი და ძალიან კარგია, რომ ეს წაიკითხოს. იმიტომ ეს დიდი ნუგეშია თითოეული ადამიანისთვის. სახარებაში ასეთი რამ ეწერა. ერთ-ერთი ფარისეველი სიმონი სთხოვდა მაცხოვარს, რომ იქნება შემოხვიდე ჩვენს ოჯახშიო და მართლაც მაცხოვარი შევიდა მათთან. და ამ საუბრის დროს მოვიდა ერთ-ერთი დედაკაცი იმ ქალაქში მცხოვრები, რომელიც ცოდვილი იყო, სახარება ასე ამბობს, თუმცა მის ცოდვებს არ აშკარავს რა ცოდვები ჰქონდა. მოვიდა მაცხოვართან დაიჩოქა, ფეხებს უკოცნიდა, ტიროდა, ცრემლით უსველებდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა და ძვირფასი ნესაცხებელი მოიტანა და ფეხზე სცხებდა. და სიმონი ფიქრობს თავის გულში, ეს ფარისეველი კაცი სიმონი ფიქრობს, ეს რომ წინასწარმეტყველი იყოსო, მიხვდებოდაო, როგორი დედაკაცი ეხება მის ფეხებსო, რადგან ცოდვილია, ანუ რატო არ ჯერ ერთი ალბათ ფიქრობს, რატო არ ხვდება, რომ ეს ცოდვილია და თუ ხვდება, რატო არ განიშორებს ამ ცოდვილ დედაკაცს. და
მაცხვარი არის ადამიანთა გულთან ხილავი, თქვენ ძალიან კარგად იცით და სვიმას ეკითხება. სვიმა რაღაცა მაქვსო შენთან სათქმელიო და ბრძანე მოძღვარო. და ერთ კაცო ორი მევალე ჰყავდაო. ერთს 500 ჰქონდაო ვალი და ერთს 50-ო. ორივე საპატიაო. როგორ ფიქრობ, რომელს უფრო მეტად ეყარება იგი? და სვიმონმა უთხრა, ვისაც 500 აპატია, იმას უფრო მეტად ეყარებაო და მიბრუნდა მაცხვარი ამ დედაკაცისკენ და სვიმონს ეუბნება. მართალი ხარო, სწორად განსაჯერო. აი შეხედეო ამ დედაკაცს. მეო შემოვედიო შენ სახლშიო და არ მიამბორეო. და ეს კი რაც შემოვედიო, არა დასცხრების ამბორის ყოფად ფეხთა ჩემთან. შენო წყალი არ მომეციო ფეხის დასაბანად, ანუ ახსენებს მათთვის რაც ტრადიციულად მიღებული იყო, რაც ისედაც უნდა გაეკეთებინა ამ ფარისევლს. შენ წყალი არ მომეციო ფეხისთვისო და ეს კიდე თავისი ცრემლით დამბანაო ფეხიო და თმებით შეამშრალა. შენ ზეთი არ ამწყეო შუბზეო და ამან ძვირფასი ნესაცხებელი გაიმეტაო, ძვირფასი ნესაცხებელი მცხო. ამიტომ გეუბნებიო შენ. მას მიეტევაო დიდათო, რადგან დიდად შეიყვარავ. ესე იგი, აქედან რა ჩანს, რომ შეიძლება ადამიანი ძალიან დიდი ცოდვილი იყოს, მაგრამ აი ამ დიდმა ცოდვილმა შეიძლება დიდი სიყვარული გამოავლინოს და დიდი მონდომება და მოშურნეობა ღვთის საქმეში, საღვთო საქმეში და ის წინ დადგეს, ვიდრე ის სხვა, რომელსაც გონია, რომ მე 50 მაპატიეს, ანუ ცოტა მაპატიეს, ისეთი არაფერი არ მქონდა შეცოდება ჩადენილი, მაგრამ შეიძლება ეს უკან დადგეს და ის 500-ის, ვისაც აპატიეს 500, ის წინ დადგეს. ასეთი გამოთქმაც არსებობს, წმინდანთა რიგებიო, ცოდვილთა რიგებიდან ივსებაო. და ეს თითოეული ადამიანისთვის არის ნუგეში და ამ ქალბატონს ეუბნება, მოგეტევაო შენი ცოდვებიო. ახლა იქ ზოგიერთმა ბუზგუნი დაიწყო, ვინ არისო ესო ცოდვებს რომ მიუტევებსო? ანუ მათ იციან, რომ მხოლოდ ღმერთია ცოდვათა მიმტევებელი და იესოში ვერ გულისხმობ ყოფენ ღმერთს, ვერ ჭრეტენ ღმერთს და ამიტომ გულში ამბობენ, ვინ არის ეს რომ ცოდვებს პატიობს? და უფალი ეუბნება ამ ქალს, შენმა რწმენამ გიხსნაო, წადი მშვიდობით. ახლა წარმოიდგინეთ, აი როგორი სიმსუბუქეა, როგორი სიხარულია, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ თავისუფალი ხარ, მიტევებულია შენი ცოდვები და წადი მშვიდობით. შენმა რწმენამ გაცხოვნაო, თან ამას ეუბნება. შენმა რწმენამ გაცხოვნა შენ. ამიტომაც აი ეს მისი ცხოვრება ამ ქალისაც და წმინდა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაც, რომელიც პატარაობიდან დაახლოებით 12 წლისა იყო, როდესაც უზნეო ცხოვრება დაიწყო, მიატოვა თავისი ოჯახი და დადიოდა ქუჩა და 1000 უზნეობას და უწმინდურობას ჩადიოდა. და გავიდა 17 წელი, თუ სწორად მახსოვს ახლა მე ეს თარიღები. გავიდა 17 წელი და ნახა გემი, რომელიც იერუსალიმში მიდიოდა ჯართამაღლების დღესასწაულზე, რომ დასწრებოდა მრევლი მიდიოდა მოკლედ და თვითონაც გაყვა ამ გემს. ოღონდ არა წმინდა ადგილების თუ სიწმინდეების მოსალოცად, არამედ აი ამ გემზე ხელსაყრელი შემთხვევის საყოვნელად, რომ კვლავ გაემრავლებინა ცოდვა და უჯულოება. ძალიან მოკლედ ყვება. ჩავიდა იერუსალიმში და ვერ შედის ტაძარში, რომ მიემთხვიოს აი ამ სიწმინდეს, ჯვარს მიემთხვიოს. რაღაცა ძალა აკავებს და ყველა წმინდა ღვთისმშობლის ხატს შეევედრება, რომ ოღონდაც ახლა შემეძლოსო შესვლაო და მივატოვებო ჩემ ცოდვილ ცხოვრებასო და მართლაც მიეცა მას ნება ყველა წმინდა ღვთისმშობელისაგან და აქედან გამოსული, ტაძრიდან გამოსული იყიდის სამპურს, გადადის მდინარე იორდანეზე და მრავალი წლის განმავლობაში ასე ფიცხელ მოღვაწეობას ეწევა. და მისი ცხოვრება აღწერა წმინდა ზოსიმე პალესტინელმა, რომელიც ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა და ისიც სასწაულებრივად მოხდა მისი გასვლა აი ამ უდაბნოში წმინდა დედის
ნახვა, მისი მოსმენა, მისი ცხოვრების თხრობა, ესე იგი და ეს ძალიან დაწვრილებით არის ყველაფერი აღწერილი. ამიტომ გირჩევთ, რომ თქვენ ეს წაიკითხოთ, ის დიალოგები, რაც მათ შორის იმართება, როგორ ავლეს წმინდა დედა მარიამ ეგვიპტელი სახარებისეულ ცოდნას, ესე იგი სახარებიდან ელაპარაკება ის წმინდა ზოსიმას და საიდან უნდა ცოდნოდა სახარება ასე ზედმიწევნით, უდაბნოში არც წიგნი არ ჰქონდა და მანამდე კიდე ასეთი ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ღმერთს შეუძლია, რომ თავის მორჩილ და გულმოდგინე ადამიანს წიგნის გარეშეც ასწავლოს, მაგრამ ჩვენ თავი უნდა დავიმდაბლოთ და წიგნი უნდა გადავშალოთ და ჩვენ ესე ვერ გვასწავლეს. ჩვენ არა ვართ იმ სიწმინდის და იმ გულმოდგინების. ანტონი დიდმა საერთოდ წერა-კითხვა არ იცოდა და თავად განანათლა მილიონობით ქრისტიანი. მაგრამ ეს თითოეულა შემთხვევებია ასეთი, ღვთის განგებულება, რომ ამ ფორმით გამოვლინდება ხოლმე. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, აი ჩვენი მეუღლე სულ ამბობს ხოლმე, წიგნი სულ გადაშლილი უნდა ჰქონდეს. ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ქრისტიანულად იცხოვროს და არ ეცნობა იმ წმინდა მამათა ცხოვრებას, მათ ნაშრომებს, ვინც ეს გამოსცადეს ეშმაკთან ბრძოლის ესე იგი გამოცდილება აქვს ძალიან დიდი და მათ წერილობით დაგვიტოვეს ეს, თუ არ ეცნობი, სულ ცოტა არ გაინტერესებს. და თუ ქრისტიანულად ცხოვრება გინდა, შეიძლება რომ რაღაცა არ გაინტერესებდეს. მაშინ არ გინდა, მაშინ თავს იტყვი. და თუ ადამიანი ცდილობს, რომ წმინდა მამათა ნაშრომები შეიმეცნოს, მათი ბრძოლის მეთოდები შეიმეცნოს, ეშმაკის ხრიკები, მისი საცდურები იცოდეს, მისი ბრძოლის ხერხები იცოდეს, ის უფრო მეტად დაცულია და მას შეუძლია, რომ მყარად იდგეს ფეხს. და რაც უფრო მეტია ადამიანში გულმოდგინება, რაც უფრო მეტია სიყვარული ღვთისადმი, მით უფრო მეტია თავგანწირვის სურვილი. ეხლა რომ ჩვენ ღვთისმადლით ათონის მთაზე ვიყავით, ერთმა მოვლენამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს. 40 სებასტიელი მოწამის ხსენების დღე იყო, კვირა დღე. და ჩვენ დავესწარით ქსეროპოტამის მონასტერში მისი სახელობისაა და ფაქტიურად ამ მონასტრის დღესასწაული იყო და როდესაც დღესასწაულია, ღვთისმსახურება იმაზე მეტად ხანგრძლივია, ვიდრე სხვა დროს. დაახლოებით ჯამში რო ვთქვათ, 12 საათი გაგრძელდა ეს მსახურება. და ერთ-ერთი სხვა მონასტრის ზოგრაფის წინამძღვარი იყო, ვინც წირავდა იმ დღეს იმ მონასტერში, მას დაძდეს პატივი, რომ წირვა აღესრულებინა. ხო დამთავრდა ეს მსახურება. და აი ამ კაცმა გაუშვა თავისი ბერები მანქანით და თვითონ ფეხით წავიდა მონასტერში, რომ კიდე 4 საათი ფეხით უნდა ეარა. წარმოიდგინეთ, ხო შეეძლო თავისთვის ეთქვა, რომ ამ ხელამსახურება შესრულდა, თვითონ იყო მწირველი, როგორ დაიღლებოდა თან და ხო ეთქვა, რომ მოდი, როგორც ხვები იქცევია, ჩავიზდები მეც მანქანაში და წავა. მაგრამ იღუმენი ნიკონი რომ ამბობს, რაც უფრო დიდია და როგორც უსაზღვროა სიყვარული ღვთისადმი, ასევე უსაზღვროა მისადმი თავგანწირვის სურვილი. ამ კაცს კიდევ უფრო მეტად უნდოდა, რომ ღვთის სიყვარული ამაშიც გამოევლინა. და ჩვენ როდესაც ესე იგი ამ ყველაფერს ხედავთ, ჩვენ ვატყობთ, რომ აი შეგვიძლია სიტყვაზე ვამბობ, წიგნი გადავშალოთ და გვეზარებ. რო გვიყვარდეს, ხო აღარ დაგვეზარებ. მაგრამ სანამ შეგვიყვარდება, უნდა აიძულოს საკუთარი თავი კაცს. უფალი ამბობს, რომელმან აიძულოს, მან მიიტაცოს იქ. გეზარება, რომ ზიარებისთვის მოემზადო. რო გიყვარდეს, კი არ დაგეზარებ. მაგრამ რო არ გიყვარს, გეზარებ. და რო გეზარება და ჩვენი დაცემული ბუნება სხვა რაღაცისგან რაღაცა სასიამოვნოთი შეიქციო თავი, დაისვენო თუ გაერთო თუ ამისკენ რომ მიგეზიდება შენი თავი, არა, იქისკენ მიგითრევს. შენ უნდა აიძულო საკუთარ თავს და გააკეთებინო ის, რაც არ უნდა. როგორც ცოთა რუსთაველი ამბობს, რაც არა გინდეს, იგი ჰქმენ.
ნუსდევ წადილთან ნებასავ. შენს ნებას ნუ აყვებია, რაც არ გინდა ის გააკეთე. რაც შენ დაცემულ ბუნებას არ უნდა ის გააკეთე. სხვანაირად თუ აყვები შენ დაცემულ ბუნებას, ის ჯოჯოხეთისკენ მიგითხრავს. ძალიან დიდი მოღვაწეობა აჩვენა წმინდა მარიამ ეგვიპტელმა და ამაში კიდევ უფრო მეტად ჩანდა მის სიყვარული ღვთისად. ხო ასეთი უწმინდური იყო, მაგრამ როგორი დიდი წმინდანი შეიქმნა. აი ჩვენ გვაქვს მისი ხატი, ჩვენ შეგვიძლია ყველამ თქვა, გუშინ დავაბრძანეთ აქ ანალოგიაზე შუა ტაძარში, მაგრამ იმდენად დიდი იყო, რომ შეგვეშინდა, რომ არ დაზიანებულიყო და რაღაც ვინმე არ მიჯახებოდა და არ გადმოარდნილიყო. იქ შეგვიძლია რომ მივიდეთ და მემთხვიოთ და მისი ცხოვრება არის ნუგეში თითოეული ცოდვით დამძიმებული ადამიანისთვის, რომ უფალი გეუბნება, ნუ გეშინია, მოდი, შენ მარტო აღიარე შენი ცოდვები. შენ მარტო გადაწყვიტე, რომ სიწმინდით ცხოვრება გინდა. და ნუ ფიქრობ იმაზე, რომ ასეთი ცოდვები გაქვს თუ ისეთი ცოდვები გაქვს. ღმერთის ჩვენდამი სიყვარულზე დიდი ცოდვა არ არსებობს. ანუ ღმერთს რო ჩვენ უყვარვართ, იმას ვერანაირი ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვა ვერ გადაფარავს. და თავარი ადამიანს კონდეს სინანული. და სინანულის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მიატევოს, მაგრამ იმის გამო რომ ღმერთს ჩვენ ასე უყვარვართ და ჩვენ შეგვიძლია რომ შევინანოთ და გადავრჩეთ, ადამიანმა არ უნდა თქვას რომ მოდი რახანესია ჯერ ერთი კარგა გემრიელად შევწოდავ და მერე შევინანოთ. ეს ღალატი იქნება საკუთარი თავისაც და ღვთის ღალატიც იქნება. იმიტომ რომ სწოდავდე და ამ დროს გარდაიცვალო, მერე რასაკეთებ? რომ სწოდავდე. აი, როდესაც ბრუშობაზე წასწრებული დედაკაცი მიიყვანეს ჩასაქოლად, მაცხვარმა რა უთხრა? ვინც უცოდელიაო, მან ესროლოს პირველად ქვაო. მაგრამ მერე ამ დედაკაცს რა უთხრა? წადი და არც მე არ განგიკითხავ. არ განგიზი ამის გამო რაც გააკეთე, მაგრამ წადი და ნუღარას სწოდავ. ანუ შენ როდესაც მიხვდები რომ თურმე ღმერთს შეუძლია რომ გაპატიოს და მზად არის გაპატიოს შენ რომ შეინანებ. ეს ცოდის გამრავლების მიზეზად კი არ უნდა გექცეს. თუ რახანესე ყოფილა და ღმერთი მოწყალია, მოდი აღდგე და კიდე შევწოდოთ. პირიქით, რახანესეა და შენ მიხვდი ამას. აი იმ დღიდან ნიშნავს შენ რომ შენ უფალმა მოგიწოდა. შენ ამის მერე უფრო მეტი მოგეთხოვება ვიდრე მანამდე. რადგან ახლა მიგახვედ შენი გონება გაიხსნა ამისთვის. ეს ჩვენზე კი არ არის დამოკიდებულება, ჩვენ ახლა ნახე ამას მივხვდით. როგორ წერია სახარებაში, რომ მოციქულები უყურებდნენ დრეთით აღუდგარ უფალს, როდესაც ის ეცხადებოდა აღდგომიდან ამაღლებამდე. მაგრამ ვერ იცნობდნენ მასში უფალს. ვერ ხედავდნენ, მაგრამ თან ვერ ცნობდნენ. მაგრამ როდესაც უფალი გაუხსნიდა მათ თვალს, არა, მერე ხედავთ. ჩვენც რაღაცას ვერ ხვდებით, მაგრამ რადგან მიხვდი, ესე იგი ღმერთმა მოინდომა, რომ შენ ამას ამ დროს მიხვედრილი ყავ. რადგან მიხვდი, უკვე იმაზე მეტი მოგეთხოვება ვიდრე მანამდე. რადგან ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეკითხება. ამიტომაც აი ჩვენ შევხედოთ არა იმას, რომ დაუშვათ ღმერთი მოწყალია და გვაპატიებს და მოდი ვცოდოთ, არამედ იმას, რომ ღმერთი მოწყალე რომ არის და რომ გვაპატიებს, რაც შეიძლება მალე შევინანოთ. მალე მოვიცილოთ ის ძველი ცხოვრება და დავდგეთ სიწმინდის გზაზე. აი ეს არის. და ადამიანი სულში სიხარულს იგრძნობს, აი ამ დროს. დიდ სიხარულს იგრძნობს. ესეც უფლის სიტყვები. ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინის ზემოლიქმენ. უფალი განუგეშებს. მეტი ვინ უნდა განუგეშოს? უფალი განუგეშოს. როდესაც შენ ნანო შენ ცოდებს. და მეორე მხრივ ის ფარისეველი იჯდა და მაცხოვარს განიკითხავდა. და როგორც მეზერე და ფარისეველი სიგავშია, ეს მეზერე ცოდვილი უფრო გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან ვიდრე ფარისეველი. აქაც მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოდვილი დედაკაცი იყო, ეს უფრო დიდი იყო ღვთის წინაშე, ვიდრე ის ფარისეველი, რომელიც ფიქრობდა, რომ ნაკლები ცოდვა მაქვს. ისე რომ ჩვენ როდესაც ტაძარში შემოვდივართ და გვაქვს განწყობა, რომ სხვაზე უპირატესი ვართ, რადგან ჩვენ ვლოცულობთ თუ მარხულობთ თუ ისე აღარ ვცოდავთ. უნდა დაივიწყოს ადამიანმა ეს.
იმიტომ რომ თავის საქმეები კი არ აცხონებს ადამიანს, არამედ მისი დამოკიდებულება ღვთისადმი და ადამიანებისადმი. მისი სწორი დამოკიდებულება, მისი მორჩილებითი და სიმდაბლით დამოკიდებულება, მისი სინანული. სხვაგვარად ადამიანი ვერ გადარჩება. და თუ რამეს აკეთებს ღმერთი ადამიანის ხელით, ამის გამო ადამიანმა კი არ უნდა ჩათვალოს, რომ ღმერთი უნდა იყოს ჩვენი მადლიერი. პირიქით ადამიანმა უნდა მადლობა უნდა უთხრას ღმერთს, რომ ღმერთი მისი ხელით რაღაცას აკეთებს მისსავე საცხოვნებით. და თუ ესეთი განწყობა, მაშინ სიმდაბლე და მორჩილება ნარჩუნდება. და თუ ეს განწყობა არ აქვს, ჯობია ის დიდი საქმე საერთოდ არ გააკეთოს. იმიტომ რაც უფრო დიდია საქმე ასეთი განწყობის ადამიანისთვის, მით უფრო დიდია საშიშროება, რომ ის დაიღუპება აბარდავნებით. შეგვეციოს წმინდა დედის მარიამ მეგვიპტელის მეოხება და ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ თუ წაქცეული ვართ, წამოვდგეთ, თუ ფეხზე ვდგავართ, ფრთხილად ვიყოთ, სიმდაბლით და მორჩილებით ვიყოთ, რომ არ წავიბორძიკოთ და არ დავეცეთ. და თუ დავეცემით, კვლავ სინანულით წამოვდგარიყავთ. ჩვენთან არის ღმერთი.